ეთენდა მზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცვით წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში განან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ჯობათ ეთერშია ვეზელ ნიუსი მე ვარ მისი დირექტორი მარგარიტ მორიარტი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მწარე სიმართლეზე რუბრიკა მწარე სიმართლე ეთერშია დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი ანონიმოსი ის თავს იკავებს თავისი პიროვნების გამოჩენაზე ვინაიდან და საკმაოდ მწარე რეალობაზე უნდა ისაუბროს და ფაქტებზე რომელიც მას შეემთხვა რამოდენიმე დღის განმავლობაში სამწუხაროდ მის პიროვნებას ჩვენ ვერ გავაშუქებთ, თუმცა ეს ყველა ფაქტი არის გადამოწმებული და დღის განმავლობაში ფაქტებსაც მოგაწვით. გამარჯობათ ბატონო ეი, მოდი ესე დაგიძახებ. როგორ განდებით? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ამ გადაცემისთვის ჩამოფრინდი ამ შტატებში, იქნა გამომდინარე, რომ მე წასული ვარ ამ შტატებიდან ამ კორუმპირებული სახელმწიფოსთან გამომდინარე და მინდა რამდენიმე ფაქტი მოგახსენოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი ეთერი როგორც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენ შტატის მოქალაქეებამდე მიიტანოთ თქვენი სათქმელი, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს ბატონო, ასე რომ გისმენთ. კი ბატონო, პირველ რიგში ისე თქმაც მინდა, ქალაქი უკვე ჩვენი შტატი ჩაძირული არის კორუფციაში. სამართალი როგორც ესეთი აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, პოლიციის იმედიც უკვე არაფერში აღარ აქვს, ხალხს ეს სახეზია ეს ყველაფერი. თავარია ფული კონდეს ამ შტატში და თუ ფული გაქვს ყველაფერი კარგად არის. კი ბატონო. ყოველდღე ვუყურებ იმ ფაქტს, როგორ ყიდიან კანონს. ვინც უნდა დაისაჯოს ზოგადად დამნაშავეები, ღიმილნარევი სახეები დადიან ქუჩაში. ვინც სიმართლეს ამბობს პირიქით იმაზე ხელს იწმენდნენ, უпроსტად ბოდიშვიხთი. მერიიდან დაწყებული, გუბერნიიდან დაწყებული, პოლიციით დამთავრებული. ძირითადი საქმიანობა ამ შტატში და მიზნები და სახელმწიფო სტრუქტურებს აქვს რომ ჯიბეები გაივსონ. ჩვენი შრომით მოტანილი ფულით, რა თქმა უნდა. რის საფუძველზე მოგიწია თქვენ შტატის დატოვება, თუ საიდუმლო არ არის რომ ხალხს გაუმხილოთ. თქვენზე ნადირობა ბჭყალებში ხო არ მიმდინარეობდა თქვენი აზრების დაფიქსირება? როგორც მოგეხსენებათ, მე ვიყავი ფედერალური ბიუროს მაღალჩინოსანი ქალბატონო. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს მოყვა, როდესაც გუბერნია შეიცვალა, ამ ყველაფერს მოყვა ჩემი დევნა. დეტალებზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ჩემთვის უკვე ქუჩაში გასვლა ძალიან საშიში იყო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ საფრთხეს გრძნობდით და დიახ, სახელმწიფოსგან ვიდევნებოდი პირდაპირ. მოგახსენებათ სახელმწიფო და კერძოდ გუბერნატორი გადადგა გუშინ, დღეს ახალი გუბერნატორი დაინიშნა ხალხის უმრავლესობით. რა